სოლოლაკში ინგოროყვასა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე შესაძლოა შეგიმჩნევიათ მომწვანო ფერის ძველი სახლი, რომელშიც ფასადზე განთავსებული აბრის თანახმად საქართველოს გასაბჭოებამდე რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ფუნქციონირებდა. მაგრამ ძველი ქალაქის ლამაზ ფასადებს მიღმა უმძიმესი რეალობა იმალება. კიბეზე გვეშინია ასვლის და თან ყოველდღე ვაკვირდებით, რომ იხრება. მთლიანი ეს კედელი, კოჭი არის აქვს დამპალი, საყრდენი ეტაკის და ეს უჭირავს ამ ეტაპზე აი ამ კიბის მოაჯირს. თუ ამას მოხსნით, სავარაუდოდ ეს კედელი ჩამოვა, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი გამაგრება ჩვენი გაკეთებული ქვით და მთლიანად აი კედლებში არის ძველი ხის მასა დამპალი და სიმყარე საერთოდ არ აქვს და მუდმივი მოძრაობის შედეგად ეს ჯდება თანდათან და არ შეიძლება მასზე ვიბრაცია და ზემოქმედება ხდებოდეს. ინგოროყვას ქუჩის მცხოვრები თათია ჭელიძე იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით ეზოში ინგოროყვას პირველ და სამ ნომრებს შორის დაწყებულ მშენებლობას უკავშირდება. პროექტის მიხედვით ახალ 5 სართულიან შენობაში საცხოვრებელი და კომერციული ფართები იქნება განთავსებული. ნაგვის მანქანა რო გაივლის ჩვენ სახლში ეს ცვივა ჭერი და პატარა სილის ნაწილაკები, რომელსაც მუდმივად გრძნობ და შარშან მაგალითად კედელი დამხვდა უკვე გახსნილი, როცა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და ეზოში იყო მყარი ბეტონის კონსტრუქციები, მისი შლა იმის ფონზე დამხვდა კარები, რომელსაც დღემდე ვეღარ ვკეტავ.